თუ შენ ჯერ 40 წლისაც არ ხარ და შენი menstrualuri ციკლი გახდა არარეგულარული, ხშირად ხარ გაღიზიანებული, გეღვიძება ღამით ოფლიანობის გამო და შენი ხასიათი მკვეთრ ცვლილებას განიცდით. ეს შესაძლებელი არის ნაადრევი მენოპაუზის, ანუ საკვერცხეების ნაადრევად განლევის სინდრომი იყოს. რატომ იწყება მენოპაუზა ნაადრევად? მენოპაუზა იწყება მაშინ, როდესაც საკვერცხეები წყვეტენ რეპროდუქციულ ფუნქციას და ორგანიზმში მცირდება ესტროგენების დონე. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს გენეტიკა. თუ დედას ან ბებიას მენოპაუზა ნაადრევად დაეწყოთ, ეს რისკი თქვენთვისაც არსებობს. ზოგიერთი სამედიცინო ჩარევა, როგორიც არის საკვერცხეების ამოკვეთა ან ქიმიოთერაპია, შესაძლებელი არის გახდეს მიზეზი მენოპაუზის დაჩქარების. ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც ინიშნება მკურნალობის მიზნით, შესაძლებელი არის მედიკამენტოზური მენოპაუზის მიზეზი გახდეს და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მათ შორის სტრესის დიდით გავლენა მენოპაუზის დაჩქარებაზე. რომელი სიმპტომები უნდა აღვნიშნოთ? menstrualuri ციკლის არარეგულარულობა ან მისი მოულოდნელი შეწყვეტა, ცხელება და ღამის ოფლიანობის პერიოდული გამოვლენა, გუნება განწყობილების ცვალებადობა და ემოციური ლაბილობა, ლიბიდოს დაქვეითება და საშოს სიმშრალე, ასევე ძილის პრობლემები და ხშირი დაღლილობა. შესაძლოა თუ არა ადრეული მენოპაუზის შეჩერება. ადრეული მენოპაუზის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მკურნალობა შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება, რომ ეს პერიოდი ქალისთვის უფრო ადვილად გადასატანი გახდეს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ჰორმონალური კვლევების ჩატარება და ეხოსკოპია, რათა ზუსტად დადგინდეს რეალურად დაწყებულია თუ არა მენოპაუზა. ასეთ შემთხვევაში ქალისათვის გამოსავალს წარმოადგენს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, რომელიც საგრძნობლად ამსუბუქებს სიმპტომებს, თუმცა მის დანიშვნამდე აუცილებელი არის სპეციალისტის კონსულტაცია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი ორგანიზმს მნიშვნელოვნად ეხმარება ჰორმონალურ დისბალანსთან გამკლავებაში. ასევე ვიტამინი D და კალციუმი აუცილებელია თქვენი ძვლების ჯანმრთელობისათვის.